გამარჯობა. ეს არის Nitecore ბრენდის EDC 25 მოდელი ტენვადი ფანარი, რომელსაც აქვს ჩაშენებული ელემენტი. ყველაფერი მოცემულია თვითონ ფანარზე. პირველ რიგში გეტყვით რა მოყვება, ეს არის ინსტრუქცია, სადაც დეტალურად არის ყველაფერი მოცემული, ასევე მოყვება დამტენი, Type-C არის ეს მოდელი, ესეთი პატარა სტიკერი მოყვება, ეს იარლიყი, ეს არის პატარა კარაბინი, სახელური დაარქვით თუ გინდათ, ან სამაჯური, ან რა ვიცი, რომელიც ემაგრება აი ამ ნაწილში. ასევე ფანარს თვითონვე აქვს ესეთი კამარზე სამაგრი. და მოკლედ უკვე ფანარზე რო გადავიდეთ, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ეს ფანარი არის მეტალის, საკმაოდ კომპაქტურია. დაახლოებით 104 გრამს იწონის, აი მისი სიგრძე უხეშად რო გითხრათ არის დაახლოებით 13-14 სანტიმეტრი. ასევე არის ის, რომ ამ ფანარს აქვს დაბლოკვის ფუნქცია, აი ნახეთ, აქ ანათებს. ის იტანება აი აქ გვერდითა ნაწილიდან, ესეთი USB-ს ნაწილია. აი აქ არის Type-C-ზე დასატენი. ასევე აი დაბლოკვაზე რო გითხარით, ბლოკი, ანუ განბლოკვა ხდება შემდეგნაირად, დიდხანს უნდა დავაწვეთ აი ზედა ნაწილს და მე უკვე გაითიშება. რაც შეეხება ასევე ამ მოდელს, აქვს განათების 6 რეჟიმი. პირველი არის მაგალითად ტურბოზე რო გადავიდეთ, აი ტურბო ირთვება აი ამ ნაწილით. მაგრად დავაწვევით და ჩაირთვება ტურბო. აი ესე. რაც შეეხება განბლოკვას, რო გადავიდეთ სხვა რეჟიმებზე, ჯერ რო წვევით აი ამ ნაწილს ზედა რაც არის, ბოლომდე არა, აი ესე მაგრად არა. პატარაზე ერთხელ და მერე უკვე დიდხანს, რამდენიმე წამის განმავლობაში და მოხდება განბლოკვა. აი ესე. უშუალოდ აი ამ ნაწილით აქვს განათების 4 რეჟიმი, ეს არის მცირე, აი აქ აჩვენებს რეჟიმებს, ეს მარცხენა მხარე არის ელემენტის ნაწილი, როგორი დატენილია მაგას გვიჩვენებს. შემდეგ ფრთხილად დაჭერის შემთხვევაში, აი ესე უკვე იმატებს განათების ხარისხი. ეს არის მაქსიმალური მეოთხე, ტურბო არის ყველაზე მეტად, ანუ განათების ფუნქციით, მაგრამ აი სხვა ნაწილებში ტურბოს გარეშე არის აი ეს მეოთხე. ეს არის ყველაზე მცირე არის 15 ლუმენი, დაახლოებით შეუძლია 50 მეტრის მანძილზე, აი ამ რეჟიმით განათება და დაახლოებით გაძლევს 55 საათი, ხოლო მაქსიმალური ტურბო რეჟიმით დაახლოებით 300 მეტრამდე გაანათებს და დიდხანს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვერ გაუძლებს. ასევე ამ ფანარს აქვს ესეთი ციმციმის ფუნქცია, რომელიც ნახეთ როგორ ირთვება, აი ეს რო გავთიშვათ, მოკლედ ჩართვა არის, მაგრად დაჭერა, ისევ გათიშვა. აი ტურბოზე როცა არის, ესე ხელს არ უშვებთ, ვაწვევით მეორე ღილაკს და ამ შემთხვევაში ტურბოზე როცა გადავალთ, ყოველთვის ააციმციმებს. ამ ფუნქციის გათიშვა ისევ შემდეგნაირად არის, ერთხელ დავაწვევით აი ამ ნაწილს და ჩვეულებრივად სტანდარტულ ტურბოზე გადავა. დაბლოკვად ანუ იგივენაირად არის, როგორც განბლოკვა იყო, ერთხელ აი ამ ნაწილს ბოლომდე ჩავაწვევით და მერე ისევ დიდხანს დავაჭერთ, ამ შემთხვევაში დაიბლოკება. დაბლოკვა არ მოქმედებს ოღონდ აი ტურბოს ნაწილზე, ამას ისედაც დიდად რა ვიცი ვერ დავაწვევით შემთხვევით, აი ეს ნაწილი კიდე, რადგან უფრო ამოწეულია, ამ შემთხვევაში მეტი რისკია რომ ჩაირთოს და ამიტომ ხდება მოწყობილობის დაბლოკვა. სულ ეს იყო ამ მოდელზე, თუ რამე კითხვა გექნებათ, მითხარით. მადლობა.